გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დღეს ორშაბათია, ეთერშია გადაცემა ანალიტიკა სოლიდარობის სტუდიაში, რომელსაც წარმოგიდგენთ მე თენგო ომანიძე და მერაბ ჭიქაშვილი. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ფილოსოფოსი ცოტნე მარღია, ვისთან ერთადაც ვისაუბრებთ ძირითადად შიდა პოლიტიკურ თემებზე, როგორც გადავწყვიტეთ წინა საარჩევნო პერიოდია ქვეყანაში და რა თქმა უნდა წესით უნდა იგრძნობოდეს ეს საარჩევნო მღელვარება საზოგადოებაშიც. Რამდენად იგრძნობა ეს ყველაფერი, ან რამდენად ასე ვთქვათ არის ქვეყანა ამ საარჩევნო ბატალიებში, ამაზე გვექნება დღეს მსჯელობა და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებს ამ კონტექსტში მიმოვიხილავთ. მოგესალმებით ცოტნე, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან გადაცემაში სტუმრად კიდევ ერთხელ. მოგესალმებით თენგო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ხო, საინტერესო საკითხები გვაქვს სასაუბრო წესით, იმიტომ რომ რა კითხვაც დასვი წინა საარჩევნო პროცესზე ქვეყანაში მოახლოებულ არჩევნებზე და ასე შემდეგ არის ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, რომელზეც მე მგონი ყურადღების გამახვილება ღირს და ვეცდებით რომ რაღაცა ჩვენი ანალიზი დავდოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც პრინციპში ყურადღების მიღმა რჩება როგორც ოპოზიციურ, ისე ხელისუფლებასთან დაახლოებულ მედია საშუალებების მხრიდან. არა თუ ყურადღების მივარჩება, მე ვიტყოდი ხშირ შემთხვევაში შეიძლება არც მოწონს ან ერთ ან მეორე ჯგუფს ამ ყველაფრის გახმოვანება, თორე რაც არ უნდა ძალიან კარგად არჩება თქო ყურადღების. სალამი მერაბ, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს სტუმარს და მაყურებელს. და კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენ ყველას მსმენელს, ერთგულს და მაყურებელს, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხები, როგორც YouTube გვერდზე, ასევე ჩვენს Facebook გვერდზე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია თქვენი მონაწილეობა ჩვენს ნებისმიერ გადაცემაში, სადაც ასევე შეგიძლიათ თქვენ კომენტარები გააკეთოთ. მოკლედ კი, როგორც თქვენ თქვი და ჩვენი headline-იც სწორედ ამას მოწმობს, რომ ჩვენი headline-ი დღეს არის თვითმმართველობის არჩევნები 2025, რომელსაც ასევე მაყურებელი ხედავს და ასევე კარგი იქნება თუ კომენტარებში ის ვინ ჩვენს გვიხსენებს და გვიყურებს, გარდა იმისა, რომ თქვა თავის მოსაზრებას დააფიქსირებს იმ საკითხებს, რაზეც ჩვენ ვილაპარაკებთ. ასევე თქვა დააფიქსიროს მართლა არის რამდენად არის განწყობა. აქ საუბარია მართლა წინასაარჩევნო განწყობაზე და აქ არ არის თქვა რაიმე საზეიმო განწყობაზე საუბარია ან თქვა რაღაცა ქვეყნის რაღაცა სხვა ღირსშესანიშნაობაზე საუბარია. რა თქმა უნდა ჩვენ გვაინტერესებს პოლიტიკური პროცესი, მით უმეტეს თვითმმართველობა, ჩვენ არაერთხელ გვითხოვამს, რომ არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ მსოფლიოს ნებისმიერ განსაკუთრებით სადაც ევროპულ ქვეყნებში, სადაც ვიცით რომ მით უმეტეს აი გერმანია ფედერაციული რესპუბლიკაა და სხვა აი წარმატებული ევროპული ქვეყნების მაგალითი იქნება თუ სხვა თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად რა თქმა უნდა საარჩევნო კამპანიის პროცესი ყოველთვის არის საინტერესო და ჩვენ გვინდა ამ თემებზე ვისაუბროთ და აი განწყობაზეც კი რა თქმა უნდა რამდენად იგრძნობა განწყობა ჩვენ კიდევ ვიცით რაღაცეები ჩვენ მაინც გვაქვს ასე ვთქვათ მაინც ინფორმაციასთან გვაქვს უშუალოდ სტომა თენგო განსაკუთრებით შენ თქვათ იგივე თქვათ ცოტნეს იმეც ასევე ჩუჩული პროფესიებითაც რა თქმა უნდა ხო იურისტი ხარ ტელეწამყვანი ხარ ცოტნე ფილოსოფოსია ანალიტიკას ხშირად ჩვენ გვეხმარება და ვაკორდებით პროცესს მაგრამ დღეს ჩვენ არ ვილაპარაკებთ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაზე არც ერთ მეზობელზე უშუალოდ გვინდა ვისაუბროთ თვითმმართველობის არჩევნებზე მაგრამ ვიდრე დავიწყებთ საუბარს ხო ჩვენ ნუ მოდი ერთი რამ ვთქვათ და ბუნებრივად ჩვენ რაღაცა ისეთ ფაქტებს შევეხებით რაც ნუ აი ხა არ მოგწონს კი იმიტომ კი არა რაღაცა პიარის თვალსაზრისით კი არ გავაკრიტიკებთ ხელისუფლება იქნება თუ ხა ოპოზიციური პარტიები ხო კი ვიცით რომელი ოპოზიცია მონაწილეობს თუმცა არიან ოპოზიციონერები რომლებიც რაღაც კრეატიული ხედვებით გამოირჩევიან იციან რა რესურსი აქვს და ტყუილუბრალოდ რატო უნდა გაისროლონ ესეთი რაღაცა არსენალში ესეთი იარაღს არ გამოიყენებენ რასაც აზრი არ აქვს და იცის და შეგუებულია რასაც აიღებს ბოლოს და ბოლოს პოლიტიკაში რჩება და ოპოზიცია გქვია ხო ჩვენ ვიცით ეს ალკეთება მაგრამ ჩვენ უშუალოდ ვილაპარაკებთ და მინდა ვთქვათ რომ თუ რამეს ვიტყვით რაც თუ რამე არ მოგწონს ან პროცესი ისე არ აჩანს ჩვენი პრიზმა რომელზეც ვიტყვით საერთოდ ჩვენ ხა უყურებთ ამ ყველაფერს ხო დიახ სწორედაც რომ მედია დაკორვებით დიახ სწორედაც რომ იმ რა ქვია პრობლემების მოსმენით და ცოდნით რაც ჩვენ ვიცით გარდა იმისა რომ ეთერში ამაზე ვლაპარაკობთ ვიცით ხო სოციმედია დღეს არის ძალიან აქტიური და ამას ყოფს თუ თავი დავანებოთ იგივე თქვა ჩვენ რაიონებში ქალაქში აგერ ცოტნეს აქვს კიდე უფრო მეტი გამოცდილება იმ კუთხით რომ რაიონში სადაც თქვა მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ როგორია განწყობა იქ და
რას ელოდება დღევანდელი ამომრჩეველი ხელისუფლებისგან კონკრეტულად და შემდეგ ოპოზიციისგან. ამიტომ ჩვენ მოდი აი რეალურად როგორია განწყობა ის კი არა მხოლოდ განწყობა, არამედ სწორია თუ არა რომ რადგან ეს განწყობაა. ჩვენ ხო სამკაცში რო კვლევა ჩავატაროთ, ეხლა აი ჩვენ სამში. ჩვენ ხო უკვე ვიცით რა განწყობაც არის. თუნდაც ამაზე ვლაპარაკობ და შესაბამისად ბუნებრივია ეს ნიშნავს რომ ასეთი განწყობა არის სხვა დანარჩენშიც. თუმცა ოცნების მომხრეებშიც და იმ ოპოზიციის მომხრეებში ჩვენ ვხედავთ რომ არის ბევრი რამ რაღაცა ჯანსაღი პოლემიკას და ბევრი რამე არ მოწონთ. თავარი პრობლემა მე რასაც ვხედავ და მოდი თუ გინდათ ამ კუთხით დავიწყოთ, ხო? ნომერ პირველი ჩემთვის თავარი არის იქნება თუ არა ამარჩევნებზე აქტივობა. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. მე ჩემი დაკვირვებით და ჩემი განწყობებით და იმ ჩემ მეგობრებით ახლობლებით ვისაც ჩვენ უსმენთ, უყურებთ სახლებში რომ მივდივართ პირდაპირ ხوار ვარდებით არა სახში და პირდაპირ ხوار ვწვევდებთ ბალეჟე თავს არა ისეთი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობ ჩვენ რომ ბუნებრივია სულ არ გინდოდეს მეზობელი კითხავს ათენგო რა ხდება უფრო მეტად იცი ცოტნე რა ხდება თბილისში უფრო მეტად იცი და შესაბამისად ამ განწყობებს ხვდებით აი ამ სამ კაცში რომ ჩვენ კვლევა ჩავატაროთ პირველი რა განწყობაც ვიცი რომ არის რომ ბევრი ადამიანი ნიჰილისტურად არის განწყობილი და არ მედის ამარჩევნებზე თუნდაც მე ამას უყურებ როგორც პრობლემას და როგორც დიდ მინუსი, იმიტომ რომ თვითმმართველობის არჩევნები არის მნიშვნელოვანი საკითხი და ეხლა ჩვენ სამარო ვიცით დედაქალაქში რომ ცხოვრობ ცენტრში და რომ მუშაობ და ეხლა რომ პირდაპირ ეთერში გავდივარ სოციალურ სივრცეში და ჩვენი ხალხი გვისმენს და გვიყურებს ხომ ხვდებით რომც არ დაწერონ მაგრამ კარგია რომ დაწერონ დამეთი განწყობა რომ ნომერ პირველი განწყობა ის რომ ბევრი ადამიანი არ წავა ამ არჩევნებზე კი არ გამოირჩევა თვითმმართველობის არჩევნების ზოგადად აქტივობით მაგრამ ამ შემთხვევაში ის ბატალიები რაც მოხდა და ის რაღაცეები კიდე რაც ჩვენ აგერ წარდგენებზე ვნახეთ რაზეც ვილაპარაკეთ ბუნებრივია რომ ეს ქმნის იმ ფონს რომ იცი რა მოდი რა საერთოდ არ წავალ ამ არჩევნებზე რა ამიტომ ჩვენ ამაში ვხედავთ უკვე ძალიან დიდ პრობლემას ქვეყნისთვის მე ამას პრობლემას კი ვერ ვხედავ რომელიმე მაჟორიტარია ხელისუფლებაში ან მერისთვის იმან თუ დარწმუნებულია რომ გინდა თუ არა მოიგებს მე ამას ვხედავ პრობლემას ჩემი ქვეყნის მოსახლეობის და რეალურად მე რომ რაიონში ჩავალ იქ რა პრობლემა ვერ მოგვარდება ამ. მე ვფიქრობ, მაგაში პრობლემას უნდა ხედავდეს ხელისუფლებაც. პირველ რიგში ძალიან სწორი აქცენტები იქნა დასმული, მოდი მაგაზე ვისაუბროთ, განწყობები როგორი არის ამ თემით დავიწყოთ პირველ რიგში და სრულად აგეთანხმები მე და ალბათ მაყურებელსაც არ ვიცი ყოველ შემთხვევაში თუ არის განსხვავებული აზრი თუნდაც გვეთანხმებოდეთ ესეთი აზრი მნიშვნელობა არ აქვს იაქტიურეთ თქვენი მოსაზრებები გაგვიზიარეთ აი ამ საკითხებზე მე მეჩვენება რომ მართლაც არ არის ქვეყანაში წინასაარჩევნო განწყობა იმ გაგებით რომ სამ კვირაში არის უკვე არჩევნები თვეზე ნაკლები დრო დარჩა მართალია თვითმმართველობის არჩევნები თავისი იურიდიული მნიშვნელობით ეს არ არის სახელისუფლო არჩევნები ანუ დაუშვათ და რომ წააგოს ხელისუფლებამ ყველა ძირითადი ქალაქი ამით ქვეყანაში ხელისუფლება არ იცვლება, ხელისუფლება იცვლება საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც ვიცით. თუმცა რა თქმა უნდა, ეხლა ამ არჩევნებს პირველ რიგში აქვს პოლიტიკური ფასი, უზარმაზარი. იმიტომ რომ ბოლო პერიოდის მოვლენები, აი, თუნდაც ის ყმადაღებული ლეგიტიმაცია, არალეგიტიმურობის თემები და ასე შემდეგ გაჟონილი ბიულეტინები, ნუ აი ამ ყველაფრის შემდეგ თვითმმართველობის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებას და რაც მთავარი აი საერთო სახალხო პროცესად ქცევა ამ ყველაფრის ჩემი აზრით აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა თვითონ ხელისუფლებისთვისაც. პირველ რიგში აი ნიჰილიზმის დასაძლევად, რაზეც შენს გაამახვილე ყურადღება და ხელისუფლებას რაღაც მე მგონია პირიქით მოლოდინი ქონდა, რომ აი ოპოზიცია გამოაცხადებს ეხა ბოიკოტს მაგათი ამომრჩეველი დარჩება სახში და ჩვენი ამომრჩეველი მივა უბნებზე გარანტირებული მოგება გვაქვს. აი ესეთი გათვლა რატომღაც მგონია რომ ქონდათ, მაგრამ რასაც მე ვხედავ კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა პირიქით ეფექტს იღებენ. ჯერ ერთი არც ოპოზიციის ის ნაწილი არ აპირებს ამომრჩეველი რიგითი ამომრჩეველი დიდი ნაწილი სახში დარჩენას, ვინც შეიძლება იყოს ამ ზოგადად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, მაგრამ ძალიან ბევრი ვიცი ზუსტად ისეთი, რომ ის არ უერთდება ბოიკოტს, მიდის რომ ოპოზიციას მისესხმა და მე აპირებს რომ წავიდეს იმ რაღაც აქციაზე, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი თუ პატა ბურჭულაძე აანონსებენ. ანუ ეს სქემა ხელისუფლებისთვის არ მუშაობს. ამიტომ ხელისუფლებას უნდა უნდოდეს პირიქით რომ იყოს აქ მაღალი აქტივობა, მაგრამ ნუ რატომღაც მეც ამ ყველაფერს ვერ ვატყობ. პლუს ამას თვითმმართველობის არჩევნები ეს აკნინებენ ხოლმე ხანდახან პოლიტიკოსების მხრიდანაც მომისმენია ესეთი შეფასება, რომ ეს თითქოს რაღაც მეორეხარისხოვანი არჩევნები. არანაირად ასე არ არის, ეს არის საერთო არჩევნები, ანუ მთელ ქვეყანაში ტარდება ეს არჩევნები და თუ შეიძლება ეხა რაღაც დიდ პოლიტიკურ ძალაუფლებას ვერ მიიღებს ამ არჩევნებში გამარჯვებული პარტია და ასე შემდეგ ჯერჯერობით რატო ვერ მიიღებს ეხა რა თბილისის მერობის არჩევნები ჩემი აზრით არაფრით არ განსხვავდება
თავის დაძაბულობის ხარისხით იგივე საპარლამენტო არჩევნებისგან იმდენად მნიშვნელოვანია ხო დედაქალაქის ადმინისტრაცია ვერ იქნება მაგრამ პლუს ამას ეს არის საერთო არჩევნები თელ ქვეყანაში ტარდება და როგორც მინიმუმ პოლიტიკური პარტიების რეიტინგი დგინდება ამ არჩევნებით. აი ბოლო არჩევნებში რა შედეგები გააქვს, აი ამ არჩევნებით ეს განისაზღვრება. ეს ხო არ არის ერთ ოლქში კი არ ტარდება, მთელ ქვეყანაში ტარდება ეს ყველაფერი. ამიტომ ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩემთვის არის გასაოცარი მართლა პირდაპირ ვიტყვი ის დამოკიდებულებები, რა დამოკიდებულებებსაც სამწუხაროდ ხედავთ სახელმწიფო გუნდის მხრიდან და მე ჩემს აი ამ სიტყვას ასე ვთქვათ ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოვიყენებ იმ ნაწილში რომ ძალიან გულდასაწყვეტი იყო ძალიან გულდასაწყვეტია ჩემი აზრით იმ ყველაფრის ყურება თუ ხელისუფლებას როგორ ბოდიში მომითხოვია და ფეხებზე კიდია საკუთარი ამომრჩევლის და საკუთარი მომხრეების პოზიციები. ამისი ნათელი მაგალითი იყო აი ეს ლუკა ძაძამიას შემთხვევა, როდესაც აკაცუკი პირდაპირ რა ვიცი აი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო მედიას რო ალანძღინებენ საზოგადოების ამ ნაწილს და დემონიზებას ახდენენ და ესენი რაღაც გაუზდელი გაურკვეველი წარმოშობის უსქესო უსამშობლო არსებებად წარმოაჩენენ და უცებ ხედავთ ამ მათი ყველაზე ერთ-ერთი თვალნათელი წარმომადგენელია უცებ აღმოჩნდა ქართული ოცნების სიაში. ამ კადრებმა მოიარა მთელი სოციალური ქსელი, მაგრამ ალბათ ვინაიდან ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, საინტერესო იქნება რომ გაუშვათ მაყურებელს. ვიდრე გაუშვათ აი თან მოდი მივყვეთ აი თითქოს ჩვენ თვითონაც ახლა სოციოლოგია რა არის ნუ მეტარკება ჩვენ არა ვართ სოციოლოგები მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ხშირად ანალიზს ვაკეთებ და ბოლოს და ბოლოს ნუ ნებისმიერი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვალდებული ცხარ რომ სოციოლოგიის თემა იცოდე აი სოციოლოგი ჩავატაროთ ერთგვარი კვლევა მე რო ვახსენე პირველი განწყობა რასაც გძნობთ აი ჩვენ სამში გამოკითხულში ვთქვათ პირველი რა იგზნობა ის რომ აქტივობა არ იქნება ამის ერთ-ერთი მიზეზი უბრალოდ ჩემი დამას არის ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ეგეთი საქციელებიც და პირველი ერთ-ერთი მიზეზი თვითონ ოცნების მომხრეებში ოცნების აი მოდი ვთქვათ რა ნორმალურ აი მოაზროვნე ამომრჩეველიც ხო ჩვენ როგორ არა ჩვენ ხშირად პოლიტიკოსებს უფრო ვიცნობთ ეკრანებიდან თორე რიგი ჩვეულებრივ ამომრჩეველო ჩვენ არ ვიცნობთ და ხშირად გონია რომ რაღაც აი მასაა და რამ არ არის ბევრი პედაგოგია აი თვითონ ოცნების მომხრეებში რომელიც პატივცემდა აი ესეთმა დამოკიდებულებამ რომ რაც არ უნდა ვუნდერკინგი იყოს იმაზე არ ვაპარაკობ სადიდგა და აი ასეთი საქციელები რომ შენ 21 და 22 წლის ბიჭს აძლევ მიდი კაცო ამას სახე წარმოადგენ თვითონ აი ამ ოცნების მომხრეებში განაცხო ის რომ არ წავა რა საერთოდ ამარჩევნებს რა აი აქედან გამომდინარე და მივყვეთ ახლა ამ საკითხს და თუ ჩვენ ამაში ვცდებით თვითონ ოცნების მომხრეც ის ადამიანები ვისაც უნდა რომ მართლა კეთილდღეობას მისცენ ხმა იმიტომ რომ თვითმართველობის არჩევნები როგორი კეთილდღეობაა ეს არ არის ბედნიერების ინდექსი ეს არის კონკრეტულად წყალი გაზი ყველაფერი მიწა აი თქვენ რო ხოვრობთ იმ ქუჩაზე რა გაიქნება ის ქუჩა როგორ იქნება მოწესრიგებული აი სწორედ ამაზე ყველაზე მეტად ხალხს ეხება ის კი არა რომ მე ზოგადად ვიღაც სოფელში ვიღაცა მიფიქროს რომ რამდენი ძროხა მეყოლა არა თუ გეყოლება იმ ძროხას რომ მიხედო თუ მრავალშვილიანი თუ იქნება იქ სოციალური პოლიტიკა დაცული იყოს და მილიონი რაღაც თორე აქ იმაზე კი არა საუბარი აი სწორედ ამიტომ გვინდა რომ გავყვეთ აი ამ კუთხით და ეს მაგალითი რაც შენახსენე სწორედაც ლოგიკურია რომ თუ ვინმე განაწყენდა ისე ოცნების მხრიდან და ვინმე არ წავა საერთოდ ერთ-ერთი მაგალითი არის ეს ფაქტორი გადამწყვეტია თუ არა და გაუშვოთ და შემდეგ ვკითხოთ ჩვენ მოსახლეობას და მე ალბათ ამ თემაზე უნდა გადავიდეთ ჩვენი მოსაზრებას რა თქმა უნდა ცოტნესთან და საინტერესო იქნება ცოტნე შეფასებებიც მაგრამ მანამდე მოდით ვნახოთ თვითონ ეს პატარა ვიდეო რომ საზოგადოებამ უკეთ აღიქვას რაზე გვაქვს საუბარი, შემდეგ ჩემს პატარა შეფასებასაც გეტყვით და მე ცოტნეს აზრით დავინტერესდებით. ლუკა ძაძამია. ლუკაც ჩვენი გუნდის ახალგაზრდა წევრია. სამართალმცოდნე, სამგზის სახელმწიფო სტიპენდიანტი. მას აქვს გავლილი კარგი იურიდიული პრაქტიკა სხვადასხვა იურიდიულ კომპანიასა და საერთაშორისო ორგანიზაციაში. გამარჯობა. ალბათ არ ვიცი რამდენად ხვდები, მაგრამ შინაგანად მაქვს შეგნება რომ ვგზნობ იმ ტკივილს, რასაც ახლა ჩვენი მშობლების თაობა, ჩვენი უფროსი მეგობრების თაობა გზნობ შინაგანად. არ ვიცი, მაგრამ მოსმენილი მაქვს, არ ვიცი, მაგრამ მიგზნია მაგათგან როგორი ტკივილი იყო თავის დროზე ჩვენ სასახლეში. ჩვენზე უფროს სასახლეში აქ გომა და ჩვენთვის ბრძოლა და ახლა წლების შემდეგ იმის ნახვა რომ მათი შვილები ის თაობა რომელსაც იბრძოდნენ იგივე საქმეს აგრძელებს ისე ვიბრძვის თავისუფლებისთვის ისე ვიბრძვის თავისუფალი გამოხატულებისთვის და
არ ვიცი უკვე სირცხვილი არის რომ ეს მესამე თაობაზე გადადის ეს ბრძოლა. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა რომ ისევ გავესწავლოთ. გუნდებით აი ამ ადამიანზე არის საუბარი. პირველ რიგში სანამ შეფასებებს დავიწყებთ, მე მინდა რომ სრულიად ცალსახად თქვა. პირადად ჩემი ესეა თქვენი არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ აი რა კრიტიკაც ახლა ჩემი მხრიდან იქნება, ეს პერსონალურად ამ ადამიანს, ლუკა რაგვარია გაწამიას, ყველაზე ნაკლებად ამ ადამიანს შეეხება რა, იმიტომ რომ მე ამ ბავშვში არ ვხედავ პრობლემას ნამდვილად. პრობლემა ჩემი აზრით, აი ხა კი მკითხავთ და ბევრი აზრი გამოითქვა, რომ აი რა გახდა ნეტა ამისი მიზეზი, უმარტივესია პასუხი. დიდი ხანია საქართველოში არჩევნები და საარჩევნო პროცესი გადაიქცა პოლიტიკური კორუფციის მთავარ წყაროდ და ეს უნდა ითქვას ღიად. ძალიან ასე ვთქვათ, გასახარი არის ის, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაცია, ხელისუფლება რიტორიკის დონეზეც და ხშირ შემთხვევაში საქმის დონეზეც აი კორუფციის საკითხებს წამოწევს ხოლმე და კორუფციასთან მებრძოლის იმიჯის მორგებას ცდილობს ერთის მხრივ და ვხედავთ ამ მხრივ დაკავებებიც ვნახეთ, გამოძიებული საქმეებსაც ვხედავთ, მაგრამ მეორის მხრივ ის რომ არჩევნები არის მთლიანად კორუფციული სქემა და განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, იმიტომ რომ ხა იმ საპარლამენტო არჩევნებში 150 კაცი იყავს სიაში ჩასაწერი და ამ არჩევნებზე 64 მუნიციპალიტეტია, 64 მუნიციპალიტეტში 50 კაციანი სიამაინჩე გაქვს, ანუ რამდენიმე 1000 კაციანი სია გაქვს. პირდაპირ ეს არის აი როგორც ტენდერები ცხადდება ხოლმე სახელმწიფო დონეზე, პირდაპირ ტენდერია გამოცხადებული რომ ვინ რამდენ მაყუთს მაპატიე და გადაიხდის, იმის მიხედვით ხდება სიების დაკომპლექტება და ეს ახლა შეიძლება დაუშვათ რაიონებში ნაკლებად შესამჩნევი იყოს ხოლმე და რა ვიცი, აი პირობითად მე საიდანაც ვარ წარმოშობ ონის რაიონიდან არის ხო ჩემი გვარი წარმოშობით მაგალითად, ამიტომ მან ვიტყვი რომ ახლა ონში ვინ ეწერება ქართული ოცნების ის მე-7 ნომრად ამას შეიძლება არ კონდეს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ თბილისში დედაქალაქში, იმიტომ კი არა რომ თბილისი ვინმეზე მეტია, არა, იმიტომ რომ თბილისი ყველაზე დიდი ქალაქია, ელექტორალურად ყველაზე მეტი ადამიანი აქ აძლევს ხმას, მთელი მედია აქ არის კონცენტრირებული. აქ ვინ ჩაეწერება პირველ 10-ში იქნება თუ გამსვლელ სიაში, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხო ყველამ კარგად ვიცით რატო არის ახლა ეს ბავშვი ჩაწერილი ამ სიაში, იმიტომ რომ მამამისმა გადაიხადა მაყუთი. მე რომ ვამბობ რომ ამ ბავშვს არ შეეხება მეთქი ჩემი კრიტიკა ზუსტად ამას გულისხმობ, მამამისი არის ამ შემთხვევაში, მამამის უნდა მოეთხოვოს პასუხი, რომ ხა თავისი ჭკუით თავის შვილს უკეთებს ახლა საქმეს, რომ კომუნისტების დროს როგორც იყო ხოლმე, რომ ჯერ იქ დანიშნავდნენ კომკავშირში შეიყვანდნენ შვილს, მერე სადღაც რაღაც თანამდებობაზე დანიშნავდნენ, პოლიტიკურ კარიერას რო უკეთებ, პარტიულ კარიერას რო უკეთებენ, ზუსტად იგივე ხდება ეხლაც. არანაირი ამ მხრივ განსხვავება არ არის და აი ამ ბავშვის მომავალი თუ ესე გააგრძელა არის თანამედროვე გიგი წერეთელი უნდა გაიზარდოს, რომ ბავშვობიდან მამამისმა ჯერ იქ შეტენოს, მერე ის რაღაც პატარა თიაქარი იყოს, რაღაცა ნელ-ნელა და აი გიგი წერეთელი რა, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში, რომ ყოველთვის პონჩი არის ეს კაცი და ყოველთვის რაღაც თანამდებობაზე არის, გიგი წერეთლის მომავალს უმზადებს მამამისი ამ თავის შვილზე იზღუპავს ჩემი აზრით, თორე ამიტომ ვამბობ მე ამ ლუკა ძაძამიას საერთოდ არ ვერჩი მეთქი. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ძალიან კარგად უნდა იცოდეთ, რომ აი ამ პოლიტიკური კორუფცია არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მათ შორის არც ეს საარჩევნო განწყობები აღარ არის საზოგადოებაში, მათ შორის ნიჰილიზმის გაღვივებულია და ნდობა სახელმწიფო გუნდის მიმართ, რა თქმა უნდა არის შემცირებული და რა თქმა უნდა ეს არის სრულიად დამსახურებული. გადმოვალ შენთან ბატონო ცოტნე შენი შეფასებები იქნება საინტერესო. ხო, რაც შეეხება ბოლოდან დავიწყებ და მე წინა საარჩევნო გარემოზეც 1-2 სიტყვა მინდა ვთქვა აი ამ ძაძამიას და აი ამ მის ეგრეთ წოდებულ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატ წარდგენას რაც შეეხება იცი როგორ არის ეს პრინციპში ჩემი აზრით ესე ცოტა უფრო ღრმა ანალიზში თუ შევალთ ხო მაგაში გეთახმები რომ ეს კორუფცია და პოლიტიკური ვაჭრობის საკითხია იქ ადგილებში პოლიტიკური ვაჭრობა სხვა რამეა კაცო პოლიტიკური ვაჭრობა არის რომ მე ამ კანონს მივცემ ხმა შენ იმ კანონს მიეც და ეგ ნორმალურია პოლიტიკაში მაგრამ მაყუთი გადამიხადე და დღეში სამჯერო დედას გვაგინებს იმ ხალხს სიაში ჩავწერ ეგ პოლიტიკური ვაჭრობა არ არის. ეს არის აი ფეხებზე მკიდია ხალხი რას იფიქრებს ეგ პოზიციაა სინამდვილეში. ხო, ამას გულისხმობდი რაც შენ თქვი ახლა და რითი თქვა მინდა უყურებ სიღრმეში თუ შევალთ ეს მხოლოდ ეს ამბავი არ არის, იმიტომ რომ ცოტა უფრო ფართოდ თუ გავშლით ეს არის აუცილებლად მიშიზმის გაგრძელებაა საქართველოს პირდაპირ შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ მიშიზმი რა იყო აი იმ ყველაფერთან ერთად რა დანარჩენთან ერთად რასაც აკეთებდა
პოლიციური სახელმწიფო ძალადობა, დაშინება, ვიცი, ციხეებში საშინელებების დატრიალება, ამის გარდა იყო რაღაცა 19-20 წლის ადამიანებისთვის დაუმსახურებელი ძალაუფლების მიცემა, ხო? ანუ აი 19 წლის როდესაც ხარ, ნუ ამის დამსახურებები ვიცით ახლა ამ ბიჭის ნახეთ კადრებშიც და გავიგეთ რასაც აკეთებდა გასული წელიწადნახევარი და 2 წელი, ხო? ქუჩაში იდგა და როგორც შენ თქვი დედას აგინებდა მოქმედ ხელისუფლებას და საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს, რომელიც ხარს უჭერდა იმ პრაგმატულ პოლიტიკაში, რასაც ხელისუფლება ატარებდა, ხო? ეს დამსახურება გასაგებია, მაგრამ ზოგადად აი 19 წლის ახალგაზრდას აი რა დამსახურების გამო შეიძლება 19 წლის ახალგაზრდა მოხდეს ამ პარტიულ საკრებულო სიაში ან იგივე პარლამენტის სიაში, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი, აი ეს არის მიშიზმი რა, როგორც ფენომენი მიშიზმი რა, რასაც ქვი, აი ეგრე იხსნება, რომ რაღაცა დაუმსახურებლად ყველანაირი გამოცდილების გარეშე მართვის ცხოვრებისეული გამოსა არ უცხოვრია იმდეხანს რომ რამე გამოცდილება დაეგროვებინა და ასეთი ადამიანებისთვის დაუმსახურებელი ძალაუფლების მიცემა და ამ დროს გვერდზე გაწევა ისეთი ადამიანების, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ პრინციპები და თავისი რაღაცა ცხოვრების ეს მანძილი ხო და აი როგორ პრავდება ეგ მაინტერესებს შენგან აი ხელისუფლება როგორი ცოტა შეიძლება ხო ხელისუფლება ძალიან როგორ პრავდება ეგ ამბავი რაც ძალიან საყვალა და პროვინციის ხელისუფლება რა ის შეხვდა აი ხა ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან არა, მაგრამ აი სოციალურ ქსელში ვინც აქტიურობს და ესე იგი პროპაგანდას ეწევა სახელმწიფოს იმაგან შეხვდა რომ ნუ ეს რა შერჩით კაცო თუ ჩვენ მოახერხეთ რომ აი იქ გონებარეული ახალგაზრდების სწორ გზაზე დავაყენეთ და დავანახეთ თუ რა არის რა ქვია ჭეშმარიტება და სამშობლო სამსახურში როგორ უნდა იდგეს და სად უნდა იდგეს ამას რატო ხვდებით აღშფოთებით და რატო უარყოფთ აი ამ ხელისუფლების აი ამ ცდელობას მეტი აკაცუკი ჩვენ სიაში ესე იგი ეგ არის ხელისუფლების აი ამ ცდელობას რომ ეს ახალგაზრდები სწორ მხარეს გადმოიყვანოს ჭეშმარიტ მხარეს გადმოიყვანოს თურმე ეს არის მათი გაპრობება რომელიც ძალიან საყვარელია და მე მგონი ზედმეტ კომენტარსაც არ საჭიროებს იმიტომ რომ არ ვიცი მაშინ იქ ლევან ხაბეიშვილთანაც სადონ იგივე ან რა ვიცი როგორ რაღაცა ლევან ხაბეიშვილთან სადო კი არა აი მაგალითად რა ვიცი მე რა ვარ გეწყინება ეხა შენზე ვიტყვი მაგალითად ეგ ბავშვი რამდენი წლისაც არის აი იმაზე დიდი ხანია მერაბი არის პოლიტიკაში და არის სწორ პოზიციაზე ხო მაგრამ მიშას დროს იყო და მიშას უპირისპირდებოდა ამა დროს არის და აი ერთი წამით რო არ გადახრილა ხო ბევრისგან უნახეთ სამწუხაროდ იქით აქეთ გადმოხრები რა ვიცი ეხა იმას კი არ ვამბობ რომ მერაბი ალბათ რომ თქვა თვითონაც არ ჩაეწერებოდა იმ სიაში ეჭვი მაგ მაგრამ მერაბი პიროვნულად პერსონალურად მერაბზე კი არ ვიცი რამდენი ადამიანი არის რომ თავიდანვე სწორ აზრზე დგას ეგ რო ეხა რადგან აკაცუკია და აი საღაზრზე მოვიდა ზუსტად რა საინტერესოა დანიშნულ მართლა ხაბეიშვილი რომელიმე მინისტრად იქნება ეგეც აზემოდის თუნდაც ხო არა მაგას ვთქვა თუ ესე აზზე მოყვანაზე არიან გადასულები და ამით თუნდაც ფოს მაგრამ უყურე თავარი საკითხი რა არის ხო ძალიან ბევრი ახალგაზრდა მაშინ აი უნივერსიტეტებში ხო გვახსოვს ჩვენ რაც ხდებოდა უნივერსიტეტებში ვარდებოდნენ ლექციებზე და რაღაცა ლექტორებს შევარაცხმას ანუ ის ახალგაზრდა რომელიც თავიდანვე სწორ პოზიციაზე იყო და თავიდანვე ჯანსაღ პოზიციაზე იყო და იქ ქუჩაში არ დარბოდა და მოლოტოვს არ ისროდა და ასე შემდეგ და არც ამაზე ნაკლები აკადემიური მოსწრებები აქვს და განათლების პრობლემა არ აქვს და არაფერი ხო და მაშინ, როდესაც სამშობლოს ისინი იცავდნენ საკუთარი სწორი პოზიციით და იმით, რომ რა ვიცი, თავის თანატოლებს თუ სხვებს ვიღაცებს ელაპარაკებოდნენ და საჯაროდაც ის პოზიციაზე იდგნენ, რა პოზიციაც მაშინ სწორი იყო, ხო? ანუ იმათ რატომ აქვს ამ ხალხზე ნაკლები დამსახურება, აი ის თანაკურსელები ან თანატოლები დაუშვათ, აი არაფერს არ ვეჩი მეც უბრალოდ ეხა კონკრეტული შემთხვევა გვექ და ამ შემთხვევის გარშემო ვსაუბრობთ, მაგრამ აი ძაძამიას თანატოლები, რომლებიც მაშინ ძაძამიას უპირისპირდებოდნენ და ეს ვაჟკაცი პიროვნება დედას აგინებდა იქიდან რომ იდგა, აი იმათვის რა სიგნალია? იმათეუნები შენ რო ეხა ამას უნდა მიცე ხმა? ხო, აი იმათვის ხელისუფლების მხრიდან რა სიგნალია ეს რომ აი რა თუ რამის მიღწევა უნდა ადამიანს თუ წარმატება უნდა თუ რაღაცა პოლიტიკური კარიერის გაკეთება უნდა როგორ უნდა მოიქცეს ახლაოგაძამიასავით უნდა მოიქცეს ახალგაზრდა რომ ქუჩაში გავიდეს და დედა აგინოს ქართული ოცნების ხელისუფლებას ხო რა შეიძლება ხმაღლა რომ შემდეგ რაღაცა პოლიტიკური კარიერის გაკეთების საზრდოობა გქონდეს თუ რა მაგალითი აი ეს ნიშნავს რომ კარებს იღებ მოდი ახლა შიგნით გვაგინეს ეუბნები ეს დაცინვის ელემენტია მოდი ცოტნე გაწყვეტინებ აი ყველაფერს რო თავი დავანებოთ რა მოდი აი ძალიან სიმართლე ვილაპარაკოთ და ძალიან სიმართლე ვთქვათ რა თენგომ თუ შენახსენე მიშიზმი ხო მიშიზმი
ჩვენ ხა და შენ კი ჩვენზე პატარა ხარ მე და თენგოზე მაგრამ ნუ შემდეგ უკვე იცი თუ გინა ჩვენგან თუ გინა იგივე ოჯახის წევრისგან ბატონი ავთოსგან მამაშენისგან რომ კაცი იბრძოდა და ნუ იცი აი ხლა ისე რომ შევადაროთ რა მიშას მართლა ქონდა ეგ მიშა მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში და პირველად იყო თვითმმართველობის არჩევნები ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ძალიან ბევრი ხა თენგოც იცნობს და იცნობდა მართლა იქ ძალიან ბევრ ახალგაზრდას მისცა აი ბოლომდე მისცა საშუალება რომ ვიცემერი იყო ახალგაზრდა ბიჭი ნუ არ ჩამოვთვლი სახელებს და გვარებს რა და ის ამაში ხედავდა კონკრეტული მას ქონდა კონკრეტული გეგმა და კონკრეტული დანიშნულება იყო რაც მის ლოგიკაში გამართა იმიტომ რომ ბევრი მათგანი იქა ბოლომდე ერთგული დარჩა მის მიშას არავინ არ მიუყვანია იქ ვინც მას აგინებდა მათ შორის მე ვიყავი დაპირისპირებული მაშინაც კი მიხეილ სააკაშვილთან იმიტომ რომ მაშინ მემარჯვენეებს წარმოვადგენდი და იქ ვიყავი ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ჩემი მეგობრები ბევრი იყვნენ მიშასთან აც გარდაცვლილი თქვა ჟანი კალანდაძე და სხვები ხო და მანაც იცოდა მაგრამ იცოდა რომ მე არ მისას არ მიუყვანია იქ მისი მაგინებელი და ეს არ გაუკეთებია ეს რაც გააკეთა რაც მოხდა მიშის მირატო ეხლა მეორე მაგალითს გეტყვი უცნება რატო დასცინის იცი პირველ რიგში საკუთარი გუნდის წევრებს თუ ამას აპირებ და ამას აკეთებ მე ვერ წარმომიდგენია იცი ვინ იმსახურებს დღემდე და მართლა ვინ იმსახურებდა და ვინ იმსახურებს რომელი ახალგაზრდა დღეს საკრებულოში არის და იცის თენგო დღეს საკრებულოში თიკო ნიბლოშვილი რო არის გოგონა რომელიც მართლა მიშას დროს სტუდენტი იყო და ბოლომდე ებრძოდა თიკო და ჩვენთან ერთად ცალკე თავისი ორგანიზაციით და ბოლომდე ებრძოდა და ბოლომდე ისე კი არა მარტო რაღაც ემოციურ ფონზე გოგო დღეს შესანიშნავი შვილის ოჯახის პატრონია და ძალიან დიდ პატივს მას და თენგოცის ნოძა შენ როდესაც აი ამას ასე აკეთებ მაშინ ოცნება მეს როგორც გააკეთა პირველი დღიდან თიკო და დღეს საკმაოდ დიდ თანამდებობაზეა საკრებულოს მოადგილეა მე მგონი ბატონ ზურაბაბაში შენ რო თიკო ნიბლოშვილის გვერდზე თუნდაც აი ამ გადმოსახედა რომ სტუდენტი გოგო რომელიც იბრძოდა და დაუფასდა შენ რო ზურაბაბაშიძის გვერდზე იქ აგერ კაცი არის მე მაგალითად სხვა შორის ადრე ბატონი ნიკოა მე მგონი ვინც შევიდა ერთ-ერთი ურბანისტი კაცი რომ დავიდა ხი გამიხარდა ვინც მართლა რეზი სოხაძე იყო მანამდე შენ რო ამად გვერდზე საპირწონეთ აყენებ ამ ადამიანს და თან ამბობ რომ 19 წლის ბიძზე თუ 21 წლის ბიძზე აი თენგოცი იურისტია რა აი რაც ნიშნავს მაღალი დიდი გამოცდილება აქვს იურიდიული კომპანიებში მუშაობის უბრალოდ გამაგებინე დაიბადა და იურისტია არ ვიცი ნაპოლეონმა ვიცი კოდექსი წაიკითხა ერთ პატიმრობის დროს იუსტინია დაბადებიდან ანუ აი ხო იუსტინიანი ხო იყო ასეთი ნაპოლეონმა ერთ პატიმრობის დროს იმიტომ რომ საჯელს იხდიდა დიდგვაროვანის სახლში ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა იუსტინიანეს სადაც დაიწერა სამოქალაქო კოდექსი როგორც დაწერა სამოქალაქო კოდექსი ანუ იუსტინიანესთან ერთად ან იმ წიგნებს რას ნიშნავს 21 წლის ბიჭი ამ ხელა გამოცდილების მქონე აქ საქმე ჩვენ ასე ვსაუბრობთ იცი ჩვენ ხო განწყობებზე ვსაუბრობთ პირველი არ მიდის მოსახლეობა ბევრი სხვა მიზეზის გამო სწორედ მეორე არის ამის გამო იმიტომ რომ შენ რომ მერი ამას ამბობ რომ წარმოგიდგეთ ამას ეს არის მე კიდევ ერთხელ ამბობ იმ ადამიანების გვერდზე იმსახურებს ყოფნას და თიკო ნიბლოშვილი იგივე ზურაბაბაშიძე სხვა დანარჩენი მართლა და ანუ ისე იმსახო ჯეგეთ ეს სერიოზული ხალხია ხო მაგრამ შენ რო არ საპირწონედ მოგხავს და მე კიდე ეს არგუმენტი რაც შენ თქვი რომ ეს ძალიან ცუდია თუ ოცნება ამით იპრავებს თავს მაპატიეთ ანუ რა უნდა თქვას ოცნებამ აი ლუკა ძაძამია კი გვაგინებდა კი გვერჩოდა კი არასწორ მხარეს იყო და რომელი არასწორი მხარეა ესა სადაც დღემანდელი მოქმედი პრემიერ-მინისტრი და ყველა მათ შორის მამუკამდინარაძე უმეტეს ამბობდა ეს არის დანაშაული ისინი არიან რა ვიცი მე ტერორიზმი და იმ მხარეს მყოფი ადამიანი შეიძლება გადმოიყვანო მაშინ მე კითხვას სვავ მე შეიძლება ვიხილო ძაძამიაზე ამ შემთხვევაში არა პიროვნულად ზახალგაზრდა ბიჭი არ მგონი ამ ხელს სიბოროტე ქონეს მაგრამ მე შეიძლება იმაზე მეტი დამნაშავე ვიხილო საკრებულოსიაში და იმან ქალაქის საქმე აკეთოს კორუფციაზე თუ მიდგა საუბარი ეს შეიძლება იყოს მართლა კორუფციული სქემა ამიტომ ეს განწყობები იქნება გესმის ცოტნე და არ ვიცი აი ნებისმიერს ვკითხოთ თუ პატივისცემაზეა საუბარი თუ ღირსეულ კანდიდატებზეა საუბარი მაშინ მივაპარაკოთ ბოლომდე აი ღირსეული კანდიდატები ესენი იყვნენ ეხლა მე იმიტომ რომ თიკო ნიბლოშვილის მაგალითი ახლა ყველამ კარგად ვიცი მართლა დაუფასდა და უნდა დაუფასდა თიკო აგრძელებს თავის საქმეს კეთილს ინდისიერად და იგივე ხომ ამ დონეზე რო შენ აყენებ თან ძალიან მარტივად არის ხო ყურე
მაშინ რა პროცესებიც მიდიოდა რუსთაველზე, ხო, რაშიც ეს ახალგაზრდა ადამიანი მონაწილეობდა, ხო, მაშინ ფასდებოდა, მათ შორის აი მერაბისმიერი ჩამოთვლილი პირების მხრიდან, ხო, ის კობახიძე იქნებოდა, დინარაძე თუ სხვები, როგორც სახელმწიფო გადატრიალების ცდილობა ქვეყანაში, ხო, და საკრებულოში შეყავს სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე. იმიტომ რომ სასწრაფო ადამიანის მოიცა რა ბიჭ აერია. ამას ვერ ხვდები. თან მანამდე ამბობ რომ გამოსტილი იურისტი სამართალმცოდნე, რომელ სამართალმცოდნეზეა ლაპარაკი? ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციები ხო აქვს ქართულ ოცნებას, ხო? იქიდან როგორ ვერავინ ვერ ნახა. იქ არის ხო არავით ღირსეული ადამიანი, ვინც შეიძლებოდა თუ მაინც და მაინც ეს მოსწონთ რომ ახალგაზრდა ადამიანები უნდა იყვნენ 19 წლისები, თუ უნდა იყვნენ მაინც და მაინც თბილისის საკრებულოში ან ნებისმიერ სხვა ქალაქის საკრებულოში, ხო? საკუთარ ახალგაზრდულ გუნდში რამდენი ღირსეული ახალგაზრდა იქნება დარწმუნებული, რომელიც აი თავიდან მაშინ, როდესაც ეს მინიმუმ გვინახია რომ დაომარია რა, ნაბრძოლია რა. მონას ეძახდა ეს და დედას აგინებდა და ის იდგა და ითმენდა იმიტომ რომ იმ ახალგაზრდულ ორგანიზაციებში არიან ისეთი ხალხი, რომელსაც შეიძლება მართლა რაღაც თავისი ნებითი იმყოფება და მარა აქვს მამამის რამდენიმე მილიონი რომ გადაიხადოს და შვილი ჩაწეროს თბილისის სიაში. ხო, და უცებ დავამატებ წინასაარჩევნო გარემოზე მინდა ორივე აი რაც შესაძლებელი გააკეთეთ, სწორია, ეგ კითხვა მინდოდა დამესმობლად თქვენ და უპასუხეთ, რომ აი ხელისუფლებას იდეაში არც აქვს ცდელობა, რომ აი ეს ხალხი, რომელიც ნიჰილისტურად არის განწყობილი და ვერაფერს სასიკეთოს ვერ ხედავს, გარეთ გამოიყვანოს, ანუ წინა საარჩევნო პროცესი ფაქტობრივად არ მიდის ქვეყანაში, ეს ვერ იგრძნობა. ალიკო ელისაშვილი თუ ჩაივლის სადღაც და დედასაგინებენ, ხო? ანუ ერთადერთი ეგ ხდება, რითაც ნიში ამაგინებს ხო და მეგა გახსენდა. ხო. კარტო თუ გაერთობი რა ის სანახაობის იმაში გადის ჭრილში და სხვა რეალური პროცესი საწინასაარჩევნო პროცესი რაღაცა პროგრამული დაპირისპირება ერთი პარტიის მე იდეოლოგიური კი ბატონო ხო არ არსებობს ეს და კიდევ ერთი მთავარი რაღაცა ხო ანუ ეს განწყობას მე ესე ახსნი და მე მგონია რომ სწორი ახსნა რატომაც აქვს ამ ხალხს ნიჰილიზმი იმიტომ აქვს ამ ხალხს ნიჰილიზმი რომ ფაქტობრივად ხვდებიან რომ რაღაც ჩოუს მონაწილეები არიან, იმიტომ რომ აი თვითმმართველობის არჩევნები რომ არის და არსად არის მის არანაირი სოციალური დაპირება, რაღაცა იმ პირობების გაუმჯობესებაზე საუბარი, რაც არსებობს ქვეყანაში, იგივე ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება ეს, იგივე სოციალური პროექტები იქნება ეს, იგივე ჯანდაცვის საკითხებთან მიმართებაში იქნება, ანუ დავიჯო რა განათლებას არ უჭირს საქართველოს განათლება ქართულ ადამიანს არ უჭირს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა არ არის პრობლემა, ხარისხიანი განათლება არ არის პრობლემა ინფრასტრუქტურული პრობლემები არ დგას თბილისის მერის ბალანსზე არ არის ბაღები და ყველაზე მთავარი განათლების კერა საბავშვო ბაღი სკოლა იგივე და ასე ხმას არიღებს არავინ და მიდის რაღაცა იქ ვიღაცა პრეზიდენტი გამოვა ვიღაცა ციხიდან გამოუშვებს მე მთელი 2 დღე მიდის ამაზე კამათი ის იქიდან გაცინია ეს აქედან როგორ არ ხდება გელი ფოფხაძემ დღეს თქვა თავი უნდა გავწიროო და ხო ხდება ეგეთებიც ხდება შენ ამბობ რომ არ არის თავი ყავს გელი ფოფხაძე იმას გელი ფოფხაძე რო რამდენი წელია უკვე თავს ირავს თავისი გაჭირება ტენდერი გამოაცხადა თვითმკვლელობაზე თავისი გაჭირება ყოფნის კაცს რა ვიცი როგორც კი გელი ფოფხაძეს მოუწევს მაპატიეთ გადახოვოს იუმორისტვის მაგრამ მაინც საჭიროა იმიტომ რომ გელი ფოფხაძეზე ხან არ შეიძლება სერიოზულად მართლა და ჯერ ეს კაცი ჯამთელად იყოს და იცხოვროს კაცს როგორც კი გელი ფოფხაძეს მოუწევს საპენსიო ასაკი და იმ პარლამენტის პენსიას აიღებს თავს მოკლეს აღარ გადაწყვეტავს. გამიჯერეთ, ეხლა მთავარი იქამდე მივიდეს, რომ ეს არ უნდა, იმიტომ რომ პარლამენტის დეპუტატის პენსია საკმაოდ ისეთია. ზოგი დამსახურებით იღებს, ზოგი დაუმსახურებად. ამიტომ აღარ მოიკლავს რა თავს. უბრალოდ ეხლა უნდა რომ რაღაცა იაქტიუროს. არ ვიცი, რომ ფაქტობრივად დაანოსა თუნტყობა, იმიტომ რომ განცხადება რაც იყო, რომ მეო ფიქრობ რომ თავი უნდა გავჭირო. არა, გადავწყვიტე. ხო, თავი უნდა გავჭირო, ის რომ ხელისუფლება შეიძლება სხვანაირად წირავს ეხლა ჩვენ. არა, ხო, რა თქმა უნდა დარწმუნებული ვართ და ღმერთმა ჯვარი წერია კარგად ამყოფოს არა ვართ ჩვენ მართლა ეხა იმ კატეგორიის ხალხი როგორც სხვა შორის თვითონ ის რო გამოაცხადა მომლაძე რო ყავთ ნაცებში რომ თუ ვინმე მოკლებაო მილიონს მისცემთო იმის ოჯახსო მილიონს აიღებსო ვინც რეჟიმისგან ანუ ფაქტურად ტიპმა თქვა რომ აი საკრალურ მსხვერპლს ვეძებთ და ოჯახს უხდით მილიონს რა ნუ შენ გიმოკლები რა მოხდა მე მაგრამ მილიონს გადავიხდითო აი ამ დონემდე არის დასული ქართული პოლიტიკა მერავ და აი შენ ერთი პატარა ჩანიშნასავით გავაკეთე შენ თქვი რომ შეიძლებაო რომ კაი ეს ზაზამია მაგრამ ვინმე უფრო წონადი და მართლა დამნაშავე სისხლის სამართლის დამნაშავე ვიხილოთო საკრებულოს სიაშიო საკრებულოს სიაში ვერ დაგპირდები არ ვიცი რამდენად თუმცა მაგამდე შეიძლება მივიდეს საქმე მაგრამ აი შეწყალებულთა რიცხვში კი მართლა შეიძლება ვიხილოთ ვინმე მძიმე დამნაშავე
იმიტომ რომ როგორც ჩანს საქართველოში მათ შორის აი ეს მართლმსაჯულების საკითხებიც წყდება გარკვეული პირების რაღაც პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით. იმის ფონზე, როდესაც უამრავი პატიმარი მსჯავრდებული, რომელსაც შეიძლება ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვს, თუნდაც აღიარებული და აღიარებული ასე შემდეგ და ელოდება საქართველოს პრეზიდენტისგან შეწყალებას მის ამ გადაწყვეტილებას ითხოვს ყველაფერს. კანონითაც ეკუთვნის, გონივრულადაც აი წმინდა სამართლებრივად მიუდგები ადამიანს ეკუთვნის, ძალიან ბევრი ვიცით, რომ სამწუხაროდ ვერ იღებს ამ შედეგს, მაგრამ ხალხი, რომელიც აი ისევ და ისევ დედის გინებაზე და რევოლუციაზე ლაპარაკობს 24 საათი და ხელისუფლებამ 2 თვის წინ დიდი ზარზეიმით გამოკეთა ციხეში და თქვა რომ აი აგერ სამართლიანობას აღვადგენთ, ეს ერდილასაც მიხეილ ყავალაშვილმა შეიწყალა. მე მინდა უბრალოდ საუბარია რა თქმა უნდა ხაზარაძე ჯაფარიძის შეწყალების ამბავზე და მე უბრალოდ მინდა საზოგადოებას მოვასმენინო თვითონ ამ ხალხის კომენტარი პირველ რიგში ხაზარაძის და ჯაფარიძის ადამიანები შეწყალებული ადამიანები რომლებიც აი მე პირველად ნახე ასეთი რაღაცა რომ ადამიანი შეიწყალეს გამოდის და ამბობს რომ ეს გადაწყვეტილება იყო უკანონო არაკანონიერი ამას აკეთებს ხაზარაძე აი მოვისმინოთ თუ შეიძლება და მე სხვების შეფასებებსაც მოგასმენინო ის რაც დღეს გააკეთა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ეს არის სამართლებრივი ნონსენსი ეს არის манипулირება ადამიანების თავისუფლებით ეს არის კანონის ფეხქვეშ გათელვა ეს არის ადამიანებით ვაჭრობა მე რამინდა გითხრა ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ დაუტუსაღები ვარ და ჩვენი თხოვნის საფუძველზე გაუნთავისუფლები ვარ მიცის თქო რაში გამერავს საქმე ადამიანი შეიწყალეს და ამბობს რომ უკანონო შემიწყალეს აქ ერთი რომ ნუ კარგად ყველამ კარგად იცის ვინ არის მამუკა ხაზარაძე მაგრამ აქ ცოტა არის ფონი ცოტა აშლობის ფონია იმიტომ რომ ნუ გარკვეულწილად პატიმრობა ბუნებრივია ხა არავის არ უსურვებს ჩვენ პატიმრობას და მით უმეტეს ყოველს უოცავთ გათავისუფლებას. ადამიანი არ პირველად ხედავ დედამიწის ზურგზე ადამიანს რომელიც ესე ამბობს თავის საკუთარ გათავისუფლებაზე და ნუ კარგით. აქ არის აშლობის ფონი აშკარად. იგივე თქვათ ბატონ ბადრის შემთხვევაშიც, იმიტომ რომ ჟურნალისტი ბადრი არასოდეს არ გამოირჩეოდა, რაც ცოტა მაღალი ტონით ან იმიტომ რომ მესმის ნერვიული ფონი იყო, თან მარტო აიჩიეს ამ ადამიანებმა საკანში დაждდომა, საკანში მარტო რო ვიყავი, ნატრობდი ვინმე შემოიყვანოთ, მარტოობა არის საშინელება საკანში თუ რაღაცა ისეთი მართლა ის არ არის და ეხა მესმის რაც არის, მაგრამ აი იცით როგორ რაღაცა ისე უბრუნდები დამოკიდებულებას, რა ჩვენ ახსენე. აი ესეც ხო გარკვეულწილად განწყობაა, რომ არჩევნებზე არ მივიდეს, თუნდაც აი იყო ოცნებები, ახლა ყავალაშვილი, მიხეილ ყავალაშვილს ეხა მოდი ხო თქვა, მე პირადად ვამბობ და რა თქმა უნდა, მივეცი ხმა სიტყვაზე, ანუ არჩეული იქნა, მაგრამ რომ ყოფილიყო არჩევნები ავირჩევდი ხო? ხარს უჭერდი და რაზე ლაპარაკი, ჰუმანური ადამიანი, რაღაც რა შედერ, მაგრამ ხო წამის მიასეჩი შეგეცვლება ის რომ ამ ადამიანებს რო იწყალებ, თან ჩვენ რო ანუ ჩემ ხელისუფლებამ და კანონიერად თუ როგორც არის რომ დააკავებ და მე იწყალებ ამ ადამიანებს, გაგანი არჩევნების წინ ეს ხო განწყობებს სულის ეხა მე ძალიან ბევრი ადამიანი ვნახე და შევხვდი რომელმაც ვერ ახსნა უბრალოდ როგორ ეხა ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს რო იწყალებს შენ და მოტივად არგუმენტად გაქვს ის რასაც წარმოუდგენელი რასაც დააკავე ბუნებრივ ესეც განწყობაზეა ხო და მე ამიტომ ვთქვი მე არ მინდა ეს წარმოვიდგინო და ვიფიქრო მაგ ლოგიკით რა არგუმენტიც მათ ქონა და მე მინდა უბრალოდ ცოტნებას და შენც კიდევ უფრო მეტად მაგ ლოგიკით მე არ მინდა დავიჯერო ან წარმოვიდგინო ის მე ადამიანმა რომელმაც კარგი ერთმა რიგითმა ჩაობა მოქალაქემ რაც მიხეილ სააკაშვილის პირობებში მე გავიარე წარმოვიდგინო და დაუშვა ის რომ რაღაცა პოლიტიკური დღისესრიგი დადგება რაღაცა ფანდები პიარ ტექნოლოგიურად რაღაც აუცილებელი ის რომ სააკაშვილს რომელსაც ან ბრალი რაღაცა შეეცვალოს ან რომ ესეთი ადამიანის შეწყალებაც მოხდეს. ამ ლოგიკაში ზის ახლა. ამ ლოგიკაში რასაც ამობენ ზის და აი უბრალოდ აუხსნათ. ჩვენ ახლა გვისმენენ და გვიყურებენ, ხო? რა იყო мотивация რატო ათავისუფლებენ ჯაფარიძეს და იმას? ანუ პრეზიდენტის мотивация და ახსნა იყო ის რომ მათი პარტია ნუ საქართველოს ზიღებს არჩევნებში მონაწილეობას და იმისთვის რომ დისკრედიტირებული არ იყოს არჩევნები და არავინ ან ვიღაცამ არ ვიცი ალბათ ისე ევროპაში და დასავლეთში არ ჩათვალონ რომ ხელისუფლება არის ისა ოპოზიცია და ხელისუფლება არათანაბარ პირობებში არიან და პარტიების ლიდერები ციხეში ზიან ამის გამო გაათავისუფლა რომ რაღაცა ეს ფონი მოხსნილიყო და თუ
ლოგიკა ეგეთია, რომ ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მისი ლიდერი ციხეში არ უნდა იჯდეს, მაშინ ამის ოპოზიციური პარტიის ლიდერი არის სააკაშვილის და ეგეც უნდა ეს არ არის წოდნე შენიაზ იმის აღიარება, რომ აი რასაც ამდენი ხანი აწვება ეს ოპოზიცია, რომ პოლიტპატიმრად აღიარებას ნიშნავს. ეს ჩემი აზრით რა და ესეც მინდა ვთქვა, იმიტომ რომ სალამემაც იგივე გააკეთა სწორედ ამ ნიშნით. ხო, ეს ხო არის. გვარამია და არც არავის დაუმალო. პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო გამოუშვა კონკრეტულად ეს ორი ადამიანი, ხო, თორე იგივე საქმეზე იქ გამოუცხადებლობის გამო, იმიტომ რომ არ გამოცხადენ წოლუკიანის კომისიაზე, რავი, მაღაზიაში გირჩი ჯაფარიძეც გირჩი ჯაფარიძე მოასრო, თორე ალბათ გავიდოდა გვარამიაც და რავი, ბევრი ზის მაღაზე, მაგრამ აი კონკრეტულად ამ ორ ადამიანს იწყალებს. აი, სულ რო გადავდოთ რა, აქეთ აი ყველაფერი ეს ხო არის პირდაპირ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით მიღებული. თან ცოტნე რაც შენ თქვი მიზნით თვითონ დააკავეს ამ მიზნით, თვითონ ამბობდნენ ესენი არიან. თუნდაც სწორი არგუმენტია. დისკრიმინაცია და ხო თვითონ დააკავეს. ხო, ანუ აქ კანონზეც არის რა. კანონმა თუ ადამიანი რაღაცა ნიშნით კი არა რაღაცა კანონდარღვევი და იყო ეს კანონდარღვევა, ხო, კომისიაზე გამოუცხადებლობა ითვალისწინებს რაღაცა შესაბამის ზომით ან თავისუფლების საკვეთაა ეს, ჯარიმაა და ასე შემდეგ, ხო? და თუ ამ ბრალდებით ადამიანს იჭერდა მერე სასამართლო უჯის, ხო? და მე იმის გამო რომ თურმე შენ პოლიტიკურ დღესწესრიგს ესე მოუხდა რომ მას უშვებ გარეთ, ხო? ეს რაღაცა აი შერჩევითი სამართლის იმასაც ბადებს რა განსწავს აი სხვა ადამიანი რომელიც აი რაც თავიდან თქვით რომ რაღაცა შეიძლება იმაზე ნაკლები ცოდვა აქვს და იმაზე ნაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი ვიდრე ხაზარაძეს რომელმაც აი ნახევარი საქართველოს ქუჩაში დატოვა ხო თავისი მევახშეობით სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ იმას რომ თავი დავანებოთ აგერ საპარლამენტო კომისიის შეხვედრებზე რაც ითქვა იქ ხო ეს როგორც დადიოდა და ხელს რომ ბიზნესებს როგორ იფორმებდა და სესხებს როგორ გაცემდა იმაში რა ქვია პოლიციის განყოფილებაში ბიზნესმენებისგან ხო ხაზარაძის ბანკი TBC ბანკი ხო აი ამას რომ ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ის მევახშეობით სოდვაც ეყოფა და სხვა ადამიანი რომელიც ამას უყურებს ხო და იმის გამო რომ პოლიტიკაში არ არის ფული არ აქვს და არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას შეწყალებას ვერ ეღერსება და უნდა თავისი რა ვიცი 6 თვე იქნება 1 წელი თუ 5 წელი იქ უნდა გაატაროს ციხეში ხო ეს ხო რაღაცა უსამართლობის განცდას ბადებს ამ ადამიანში და შერჩევითი სამართლის განცდას ბადებს და ვისგან ხო კითხვასაც ვისგან ანუ ხაზარაძესთან არ ვიცი ეხლა აი ეს იცი რა არის აი ხელისუფლებას აი დღევანდელი საკითხი ხელისუფლება რომელიც არ ვიცი აი ვერ ხვდები უბრალოდ ამ გადაწყვეტილებებს რა გადაწყვეტილებასაც იღებენ აი რა ლოგიკა ამოძრავებს მათ გონებას ან რისკენ აქვს სწორება რა უნდათ რომ გააკეთონ მე მგონია რომ აი ყველა გადაწყვეტილება თუ ისინი ამას რაღაცა შეცდომა როგორც მინიმუმ თუ გააზრებული დისკრედიტაცია არ არის საკუთარი თავის არ შეიძლება ხელისუფლებაში ყოფნის მე-14 წელს როდესაც უკვე ისედაც პრობლემურია ეხლა 14 წელი რომ ხელისუფლებაში ხარ ისედაც მობეზრებულია საზოგადოებაში ჩდება თავისთავად სიახლეების ნუ ეს თავად ბიძინეველი შულმა თქვა თვითონ ბიძინეველი და ესეა და იმიტომ ეს ვიდეო ნახონ ხოლმე ისე ხელისუფლების წარმომადგენლებმა რა ბიძინეველი შულმა თვითონ თქვა და სწორი თქვა სწორია ესმის რომ სიახლეების გაჩნდება ჩემი გვარის გაგონება აღარ უნდა 14 წელი რომ რა ვიცი ახლა ყველაზე საყვარელ ადამიანთან ერთად რო იყო ხო სულ იქაც რაღაცა სიახლეების განცდა ჩნდება ხო და ამ დროს როდესაც ეს განცდა ისედაც არსებობს ხო ხელისუფლებაში და საზოგადოებაში ხო მაშინ როდესაც წინა არჩევნები თბილისში 60-40-ზე წააგე ხო კატასტროფული შედეგი მიიღე საპარლამენტო არჩევნებზე დედაქალაქი წააგე 60-40-ზე და ამ დროს კიდე ესეთ გადაწყვეტილებებს იღებ კიდევ უფრო აღიზიანებ იმ ამორჩევას ანუ ესენი ამათი მცდელობა ეს ხო სასაცილოა ხა აკაცუკების გაქოცება რო უნდათ და დაძამიების საკრებულოში შეყვანა ხო ესენი ამას ვერ მოახერხებენ ნაცი რჩება ნაცა ხო ვიცით ეს ხო 17 წელია ნაცია და კიდე 10 წელი ნაცი იქნება ხო და შენ იმათი გადმოყვანის ახეთ გადმოზიდვის საპირწონედ იმ ადამიანებსაც რო კარგავ რომელიც რა ვიცი 2012 წლიდან გვერდში გიდგას და ფაქტობრივად დღეს რო ხელისუფლებაში ხარ იმ ადამიანების დამსახურებაა იმიტომ რომ მათ კისერზე და ბეჭებზე გადაიარა ამ ომმა და დაპირისპირებამ ომი იყო ხო ეხლა მიშასთან 12 წელს ის პერიოდი ომი იყო და ომობდა ხალხი და ომი მოიგეს მაშინ ხო და ამათ რო ანაწყენებ ამათ რო გვერდზე გაწევდა აი ამის საპირწონედ რაღაცა ხაზარაძეებს და ვიღაცა ძაძამიებს რომლებიც დედას გაგინებდნენ 1 წლის წინ ხო ამათ აწინაურებ რა ლოგიკაში ჩდება გარდა იმისა რომ საკუთარი თავის დისკრედიტაციას ეწევი და გარდა იმისა რომ შენ წარმოდგენა რა გაქვს ყველანაირი ბმა ადამიანებთან შენს ხალხთან დაკარგული გაქვს
სხვა არ მესმის, სხვა რა იყოს ეს. აი უფრო გავამხარო. მომხმარებელი კომენტარებს და მინდა რომ უბრალოდ მე აი მინდა მე გავამხარო კიდე ერთი რაღაცა. ლევან ზურაბიშვილი ახსენეთო აპატიმრობასთან სრულიად ვიზიარებ, ეს არის ადამიანი ახალგაზრდა, რომელიც კარგად გვახსოვს წერეთლის გამზირზე ფეიკი ხელყუმბარით რო შეიჭრა იქ ბანკში და ვახსოვს მაშინ ახლა კი გასაგებია ეს არის რა თქმა უნდა სისხლის სამართლის დანაშაულია გინდა მაგრამ ამ ბიჭის შედეგაღიარებები და იმას რომ უნდა მოხდეს რა ბანკების წინააღმდეგ ესეთი ტერორისტი ალბათ სამყაროს არ ახსოვს რომ ტერორისტი შეიჭრა და ითხოვდა რომ კაზინოები გააუქმეს მართლა გამოუშვირა და ადამიანი ახლა ნუ გასაგებია ეს რატომაც გააკეთა ყველამ კარგად ვიცით ამ ქვეყანაში ეს რატომაც და ბევრის ტკივილი თქვა ბევრის ტკივილი თქვა აფექტი იყო უამრავი ახლა გასაგებია რომ ეს ადამიანი არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის არა თუ მე თუ მკითხავ ეს უნდა დააყენო იმ სიაში ჩაწერო ეს ისეთი რაღაცები ქონდა ამკაც მოწყონილი და ეს ყავს ციხეში და არა მხოლოდ ლევან ზურაბიშვილი აი ირაკლი დოკვაძე ადამიანი რომელიც 30 წელი აქვს მისჯილი წარმოიდგინეთ დანაშაულისთვის რაც არ ჩაუდენია ყველა მთავრობა და სიმართლე უნდა ითქვას თეგო შენ გასწორს მაშინ ჩვენ აქტუალურად ირაკლი დოკვაძესთან მართლები არ არიან 2012 წელს რაც მოხდა ირაკლი დოკვაძეს დედა ქალბატონი ლეილა მაშინ ობიექტივზე ყოველ დღეს ქალბატონი მოდიოდა და ამ ბიჭის სამართლიანობას და ამ ბიჭის ამბავი ყველა მიცოდა მაშინ დემა ნებისმიერ მთავრობის წევრმა 2012 წელს მოვიდა და ეს ბიჭი იყო სიაში შეტანილი თუმცა მე რატომ გქოს პოლიტპატრიოტების სიაში მე რა მოხდა ეს რა მაგალითები რატომ მოყავს და დიდი მადლობა მინდა უთხრა აი ამ ავტორს ვინც ჩვენ კომენტარი დაგვიწერა აი ამ ბიჭზე რომელიც ხო ლევან ზურაბიშვილი რომელიც მარ ისე აი წარმოიდგინეთ ნებისმიერი სხვა პატიმარი და საერთოდ რო იცოთ პატიმრებში არის სოლიდარობის განცდა იმიტომ რომ იქ ყველამ კარგად ყველაფერი იცის მართლა რა ხდება ვინ რაზეა ვინ როგორ არის რა ცოტა ციხეს სხვა ისე აქვს და მით უმეტეს ცოტა ციხ მამაკაცების ხედან და ქალბატონების იმიტომ რომ თავის ამ სოციუმს თავის ის აქვს და ნებისმიერი სხვა პატიმარი იტყოდა რომ არ იყო ის თანასწორი რაც ის გააკეთეს და პირიქით ნებისმიერ პატიმარს რო გეკითხა სწორედ აი ესეთ პატიმრები უფრო იმსახურებენ და ვინც იმსახურებს ჯობია ის გამოვიდეს იმიტომ რომ შეწყალების აქტი რა არის სამმოლოდ მაგალითია რომ რესოციალიზაცია მოხდეს ამ ადამიანის ხო და გამოსწორდეს ეხლა თქვენ რა გინათ რომ მამუკა ხაზარაძეს გამოსწორება მოხდება და ვალებს აღარ დაგვაკისრებს და არ გააგზელებს იმას რაზეც თქვენ ამბობდით რომ ნომერ პირველი მტერიაო მეტიც მამუკა ხაზარაძე რო ციხეში იყო მისი ტელევიზია არ გაჩერებულა არ გაჩერებულა იმ რიტორიკაში, რასაც აკეთებდა და ჩვენ კითხვებს განაცხენებული კი არასო. მე არ ვიცი, მადლობა ღმერთს და მადლობა უფალს. იგივე მე არც თენგოს, არც ცოტნეს და ვინც აქ ვარ სოლიდარობის სტუდიაში. ჩვენი გუნდის წევრებს მე რამის კი არ მეშინია. მე გაბრაზებული კი არ. მე უბრალოდ ვამბობ რომ ეს შედეგები არ მიიყვას ამ ქვეყანას იქამდე, სადაც უნდა მივიდეს, რაც არის ყველაზე მთავარი რომ ჩვენ თუ სოლიდარობა გვინდა ერთმანეთში, სოლიდარობა ხო სამართლიან პრინციპებზე უნდა იყოს, იმიტომ რომ არ შეიძლება მე ერთი პერიოდი მთხოვდე რომ იყო მოძალადეს ამოდე რომ მოძალადია და მე ამაში მიყენებდე თუნდაც ჩემი მაგალითით რომ ხო ეგრე არის ხო და მე რასაც თქვათ არ მოუყვე რაღაც არ მოუყვე მაგრამ კანონის წინაშე მე ვალდებული ვარ რაღაცაზე მივიდე ვიღაცაზე ხელი დავადო და ეს კაცი გასამართეს შემე რომ იმას მე დამინიშნავ მე რა ქვია პოლიციის უფროსად და ხელმძღვანელად ამაზეა საუბარი თორე არავის არ ეშინია არაფრის და როგორც ციხეს გვა გავლილი ხა ხაზარაძე იმ ციხიდან გამოსულიყო ამდენს ვერ ელაპარაკებდა კი რა მოხეული ქონა ხალხ ფსიქიკა რაღაცაზე ხონა დავფიქრდეთ არა ხაზარაძეს რომ დაეტოვებინა სააკაშვილის ციხე თუნდაც ორდღიანი პატიმრობის შემდეგ თქვენ როგორ ვფიქრობთ ხა ესე ელაპარაკებ და გასუქებულები გამოდიან ესენი და ამიტომ ამაზე ვლაპარაკობ სახელმწიფოს გამოადგება ეს არ გამოადგება და მეტიც აი კარგად თქვა თენგომ ეს ყველაფერი რა ფონზე ხდება იცი შენ ვიღაც აკაცუკებს და მართლა აი ამ ხაზარაძეებს ამართლებ და ვინც რომელმა ძალოვანებმაც მოდი პირდაპირ თქვათ ის პერიოდი რაზეც შენ შავდღეს ეძახდი და აი ეს მთელი გადაბუგეს მთელი საქართველო და თბილისი რომელმა ძალოვანებმაც ეს ყველაფერი აირიდეს იმ ხალხზე დღეს ერთ-ერთი დეპუტატი გამოვიდა არ ვიცი ალბათ მათიკაშვილი ვიზა იყო და ჩვენი გუნდის წევრებზე აი იმათაც არ განძღავენ მე ეს მაშინებს განა რა მოხდა ასეთი ხალხო რომ იმ ძალოვანებმა ყოფილს ეძახიან ყოფილი ძალოვანები იყვნენ ვინც ამას აარიდეს ეს ქვეყანა მე სულ არ მაინტერესებს ამაზე თვალები ქონოთ რომ მე შედეგი ვიცი რომ ჩვენ ამას ავერიდეთ განა გელაგეკაზე მაგვარიდა ეს ან რა ქვია იმან მამუკა მდინარაძე მან და იმან რა ქვია თუნდაც ირაკლი კობახიძემ
ის გადაიარა იმ ძალოვანებზე, სწორად იმ სწორ რა ვიცი, დოზირებებზე თუ ყველაფერზე ერთად და მე ამას უკვე ვშინდებ, ესე იგი, შიგნით რაღაც პრობლემაა. როგორ შეიძლება შეადარო ესა და ის იგივე მომყავს თიქო ნიბლოშვილის და ძაძამიას შეიძლება შედარება და ღირსებას არ აცემ პატევან ზურაბ აბაშიძეს როგორ ვიღაცა შეიძლება მართლა დაუსვა საკრებულოა ხალხო ეს საკრებულოში რა უნდა 19 წლის სულ რო ის იყოს აინშტაინი იყოს რა უნდა იმან უნდა ილაპარაკოს იმ რიგი პრობლემებზე რაც არის დღემდე 21 საუკუნეში სოფელ დიღომში მაპატიეთ და კანალიზაციის ფუნქციას ეგრეთ წოდებული ისასრულებს კანალიზაციის გადამტანი მანქანა ხალხო ხუდებით როგორ შეიძლება ხა ამაზე და ვილაპარაკოთ რამე დღემდე არის ეს დღემდე დგას სოფელ დიღომში ეს მანქანა და რომ ვიკითხე უკვე ბოლოს რა ხდება თქო კიდე არის საჭირო რომელზე ვლაპარაკობთ რაზე ვლაპარაკობთ ანუ ჩვენ ხო ვიცით რაზეა ლაპარაკი და ეს ხალხი დღეს ამ ხაზარაძეს ამართლებს და ესეთი არგუმენტი აქვს და იმათ აგინებს თავიანთი გუნდის თუ აკრიტიკებს ყოფილ წევრებს რომ ეგენი იყვნენ ვიც იყვნენ ვერ ვხვდები ლოგიკა რაშია რამე ჩვენ რამე ფანდის ქვეშა ვართ მეგონი ვიცით მაგდეს ანალიზს ვაკეთებთ ხო პატიმრობას ვიცი რა არის მიშას დროს პატიმრობა აგერ ვხედავ რა არის ამათ დროს ვინ ამბობს მაგრამ ესე შეიძლება ეს და სწორედ განწყობებზეა რომ ვინ მოვა შენი მომხრე მოვა და ეს თბილისში ხდება თენგო ცოტნე ვინიცის სადღაც მაღალმთიან რაიონში რა ხდება თქვენ წარმოგიდგენიათ იქ როგორ მაპატიი და ფეხებზე კიდია თითოეული გრეხი იქნება თუ ვიღა ვისაც სჭირდება იქ ინფრასტრუქტურის საკრებულოს დეპუტატი ხდები იმიტომ რომ ტალახში ნაგავში არიაროს შემო მოქალაქემ ჯანმრთელი და ჯანსაღი გადაადგილების საშუალება კონდეს წყალი კონდეს სოციალურად დაცული იყოს პენსია კონდეს და არაშინოდეს რომ პატარა წვიმამ შეიძლება წაიღოს და ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ წარმოგიდგენია ამის კეთება მე რა აი სხვა შორის შევეხეთ მაგ თემას და სწორედ აი ამ გათავისუფლებაზე რა რეაქცია ქონდა სახელმწიფო გუნდის მინდა გამოვიტანოთ იქ მომზადებული ორივე გვაქვს მაგრამ ალბათ ოპოზიციის რეაქციების გაშვებას არ მოვასწრებ და არც არის საინტერესო ყობახიძის კომენტარი მინდა მოვასმენინო საზოგადოებას აი ამ შეწყალებასთან დაკავშირებით და შემდეგ აი პატარა კომენტარი მექნება მე და ცოტნეს აზრსაც მოვისმენთ აი ყობახიძის კომენტარი რო გავუშვათ თუ შეიძლება თავის დროზე თქვენ იცით რომ ხაზარაძე და ჯაფერიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან ეს არის კონტრასტი დამოუკიდებულებს შორის რატო მოვიტანე ეს კომენტარი ორი მიზეზის გამო რა ნუ პირველ რიგში მინდა უბრალოდ მართლა გულისკენი თუ პასუხო ბატონი ირაკლი ყობახიძის აი ამ განცხადებას ის ამბობს რომ იყო დრო როდესაც ასახლებდნენო ჯაფერიძე და ხაზარაძე ხალხს ბინებიდანო იყო დრო არა არის ეგ დრო ბატონო ირაკლი და ეხა ამის დაბრალება ნაცების დროს ხდებოდა და დღეს არ ხდება არასორი არის და კიდევ უფრო გულწრფელები თუ ვიქნებით ხაზარაძე და ჯაფერიძე თვითონ არ დადიან იმ გამოსახლებებზე ხელისუფლება ასახლებს თქვენ ასახლებთ ამ ადამიანებს ხაზარაძის და ჯაფერიძის სასარგებლოდ მათი მოთხოვნით მიდის თქვენი პოლიცია არის ხო ის აღსრულების პოლიცია რომ მიდის და ამ ყველაფერს აკეთებს ამიტომ ხა წარსულ დროში მაგაზე ლაპარაკი რომ აი იყო დრო ადრე ხდებოდა და დღეს არ ხდება არა გამოსახლებები დღესაც არის უმწვავესი პრობლემა როცა ვსაუბრობ სოციალურ პრობლემებზე აი ეს სამევახშეო სისტემა რომ არის მომჯდარი მთლიანად საზოგადოებას და წოვს სისხლს და საკუთარი სახლებიდან ჩვენს მოქალაქეებს ყრიან დღესაც ეს დგას უმწვავეს პრობლემად ამიტომ წარსულ დროში არ გვინდა მაგ ყველაფერზე ლაპარაკი და მე მეორე თუ გახსოვს ჩემო ცოტნე ეგ ამბავი რომ მოხდა ხაზარაძე რომ შეიწყალეს შენ გვერდზე დავწერე Facebook-ზე ზუსტად რომ ეხლა იმდენს იზავენ მეთქი რომ გამოვლენ და აი ხაზარაძე ასახლებდა ჩვენ გამოვასახლეთ მეთქი ანუ გავიღადავე რა ამითი გააправებენ მეთქი და ესე იგი აი იქამდეა ქვეყანაში აი ეს შენ მიგიცია ბიჭი ბატონ პრემიერზე და რასერჩ აი მე გული რაზე მწყდება რომ ქვეყანაში ეს აბსურდი იქამდე არის მისული რა დებილობაც არ უნდა მოგივიდეს თავში რამდენიმე საჯერ რეალობა ხდება მე ეგ დებილობა ხო არა აი პრემიერის მხრიდან ესეთი საუბარი ცოტა ის არის ხა რა იმ გამოსახლებულებს აი რო ხაზი რო გაუსვა ხო დაცინას თქოს ხაზარაძეს და იმათ ჯერ ეს ერთი სასაცილო აქეთ არის ხალხი გამოვიდა ჩვენ არ გვითხოვია ძალით გამოაგდეს ციხიდან ხო ანუ არ უთხოვია იმ ადამიანს ვინც ხოვობს ისინი გამოვუშვით ხო ეს ერთი ეს თვითონ ხელისუფლების ეს ქმედება კომიკური ეს ერთი მეორე როდესაც ჩვენ საუბრობთ
ვფიქრობ რომ აი ხაზარაძე და ჯაფარიძე სახლიდან ასახლებდნენ თუნდაც წარსულ ფორმაში და ეხლა რომ ამათ ციხიდან გამოასახლეს გაიქვითა იმ ხალხისთვის ვინც გამოასახლეს თუ როგორი ანუ დამოკიდებულება პრემიერებსგან ესეთი არ უნდა იყოს ეს ერთი რაღაცა მინდა თქვა და მინდა შევეხო ასევე მე რა მახსენა იგივე ყოფილი ძალოვნების საკითხებს ხო აი რატო არის ყველაზე ცუდი რა პროცესებიც ახლა მიდის ხო თუ ეს ასეა რასაც ბატონი მათიკაშვილი ამბობს და კიდევ სხვები ვიღაცეები ამბობენ ხო ამას მაშინ გამოდის რომ მთელი ის ასე ვთქვათ პროპაგანდა რასაც ხელისუფლება ეწეოდა რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება რომ ჩვენ ომში გვითრევდნენ და რომელიც იყო ამ ძალოვნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხო, როდესაც დასავლეთს, deep states თუ ვინც ჯანდაბაც იყო ხო და არის ხო, ქონდა ამისეულობა ყველაფერმა ამ ხალხის კესერზე გადაიარა ხო და ის რომ დღეს ჩვენ მოახერხეთ და ვართ მშვიდობა და დღესაც რა თვითმმართველობის არჩევნებს რომ დღესაც რომ იგივე ლოზუნგი აქვს რომ მშვიდობა საქართველოს და მშვიდობა იმას რა ქვია კას თითქოს კასპისფერ შეეძლოს ომის გამოცხადება რომელიმე ქვეყნისთვის ხო აი ეგ მშვიდობა ზუსტად აი ამ ადამიანების პირად უსაფრთხოებაზეც კი გადავიდა იმიტომ რომ ჩვენ არაერთი ფაქტი ვიცით თუ რა როგორ ხდება და ეგ ეხლა ხანს იყო ანჟეი დუდას იმის პოლონეთის პრეზიდენტის აღიარება ყოფილი პრეზიდენტის რომელიც ამბობდა თავის დროზე ჩვენგანაც ითხოვდნენ უკრაინელები ომში ჩართვას ხო რუსეთის წინააღმდეგ და აი ამ ხალხმა ეს ყველაფერი გამოიარა ის სახელმწიფო გადატრიალების ცელობა რუსთავაზე რაც იყო ხო მოლოტოვის სროლები ხო აკვეთა ისე რომ ზედმეტი არაფერი არ მომხდარა აი ცელობა ის სურვილი რაც ამ ოპოზიციას ჰქონდა ხო საკალორის მსხვერპლის სურვილი და აი ცელობები რომ ვიღაცა მომკვდარიყო და ფულსაც კი იხდიან რომ ოღონდ მოკვდი და მილიონს მოგცემთ ხო ესეც კი ვერ შეძლეს და აი ყველანაირად ისე მარტივად და ისე ჩორიდან რომ უყურებთ თორე სიამდვილეში არ იყო ეს მარტივი პროცესი და რთული სამართავი პროცესი იყო ხო მაგრამ ისე მარტივად და ისე კარგად გამოვედით ამ პროცესიდან და მოვედით დღემდე რომ ეს ამ ხალხის და ესე იგი პირადი ცოტნე მოდი გავიხსენოთ აბა რომელი ქვეყანაა გახსენდება ესე რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვამ დაგეგმა გადატრიალება თან მით უმეტეს საკუთარ კოლონიაში ჩვენ ხო კოლონია ვართ ამერიკის არაერთხელ თან საკუთარ კოლონიაში გადაწყვიტა რეჟიმ ჩეინჯი და ვერ შეასრულა ეს რომ ბევრი ქვეყანა ვიცით ასეთი ხო და ამ ხალხის პირადი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, თავისი და მათი ოჯახების რისკის პასუხი გააკეთეს ეს ყველაფერი. თუ რასაც ეს ხალხი აკეთებდა, ყველაფერი იყო კანონს საწინააღმდეგო, ისინი არ ემსახურებოდნენ სახელმწიფო ინტერესებს, მოქმედებდნენ ქართული ხალხის, რა ვიცი, ერის და ქვეყნის წინააღმდეგ, ხო? მაშინ ესეც ყույლი გამოდის, რავი, რანაირად მაშინ სახელმწიფო გადატრიალება კი არ ეწყობოდა რუსთავაზე ბალით საკვავდნენ იქ და ხალხი იკრიბებოდა საცეკვაო და ესენი მიდიოდნენ და არბევდნენ და ლუკა ძაძამიებისთვის სასარგებლო პროცესი ხდებოდა და აი ეს ბოროტი ძალოვნები ხელს უშლიდნენ ლუკა ძაძამიას რომ ჩვენი ნათელი მომავალი შეექმნა. აი ეს სურათი იდგმება. საბოლოო ჯამში, ანუ ორ წინადადებას ვიტყვი და მორჩები რომ ძალიან სამწუხაროა ეს პროცესები რაც მიდის რა. ეს პროცესები არავისთვის არ იქნება კარგი. პირველ რიგში ქვეყნისთვის არ იქნება კარგი. იმიტომ რომ ის იმ ძალებს რომლებიც აი 30 წელია რომ უნდა გადაგვეტეხათ თითქოს და ვერ გადავტეხეთ ხო ეს რაღაცა აგენტურა დასავლეთის რომელსაც ამდენი ხანია ქართული ხალხი ებრძვის ხო იმათ შეიძლება ამ ყველაფრით ისარგებლონ ეს ერთი და მეორე ხო თვითონ იმ ადამიანებისთვის ვინც ამას აკეთებენ ხელისუფლებას გულისხმობ ამ შემთხვევაში არც მათთვის არ იქნება კარგი და არ ამგონია რომ საბოლოოდ კარგი შედეგი მიიღონ იმ თავიანთი ცდილობები და ერთ რაღაც გამახსენდა კიდევ და უნდა ვთქვა რა თუ გახსოვთ 29 აპრილი იყო ხო იქ ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა რუსთავაზე დიდი შეკრება იყო ქართული ოცნების მაშინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა ესეთ დაპირება გასცა რომ აი კოჰაბიტაცია რომელიც ძალიან ბევრს გულზე ხვდება და არ მოსწონს რა თქმა უნდა და მათ შორის ჩვენს ხო ეს ჩვენი სურვილი არისო ხო ეს იყო გარე დაკვეთა ჩვენ გვაიძულეს რომ ეს ყველაფერი გვექნა და დღეს ახლა ჩვენ ძალას ვიკრებთ deep states თუ ამერიკის მთავრობას თუ რაც გინდათ ის დავარქვათ ხო უძალიანდებით და ძალიან მალე ამისთვის შეიქმნა მე კომისია პარლამენტში და უნდა მომხდარიყო მათი რეჟიმის შეფასება და აკრძალვა და ასე შემდეგ მაგრამ თან ეს დაპირება გასცა ბიძინა ივანიშვილმა და თან რაღაცა ხელისუფლების მაღალ ორგანოებში თუ საკრებულოს წევრება დაკაცუკების და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნა ხო რომლებიც აქციებს არბევდნენ მაშინ ერთმანეთთან როგორ ზის ეს აი ბიძინა ივანიშვილის ეს დაპირება და მე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების ახალგაზრდების თუ ძველგაზრდების დაწინაურება რანაირად ჯდება ერთ კონტექსტში და რანაირად არის ეს კოჰაბიტაციის დასრულება
არ ვიცი ეს ცოტა ისეთი იქნება ეს საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობად იქნება ახმოვი ბიძინა მე ეგრე ვხედავ ყოველ შემთხვევაში ეს არის არ უკვე აი მე-13 თუ მე-4 შემოbrunება იყო ბიძინა ივანიშვილის ხო აი ძალიან დიდი ნიჰილიზმი არსებობდა ეხლა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და იმიტომ ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და კიდევ ერთხელ აიღო მან პასუხისმგებლობა რომ აი ეხლა კი ბევრი რაღაცას ვერ ვამბობდით ეხლა გეუბნებით რომ ეს ზეწოლა არის ეს წნეხი მოდი ჩვენზე დასავლეთიდან ცდილობენ ჩვენი ხელისუფლების ჩამოშლა ცდილობენ ომში ჩართვას კი ბატონო ეს ვიცით და ამიტომ ქართული ხალხი ადგა მათ შორის ჩვენს და ხარს უჭერდით მათ ხელისუფლებას ერთადერთი ადამიანი არის ვისაც ვერ კიდევ ააგონდობა კი ხო დაყურე როგორ არის თუ ის დაპირებები რაც გაიცა და პირველ რიგში ეს დაპირება იყო კოჰაბიტაციის დასრულება მეორე რიგში ეს დაპირება იყო ნაციონალური მოძრაობის როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის აკრძალვა მისი საქმიანობის აკრძალვა რომელიც უბრალოდ მუჯადოებულ წრეზე გვატარებს ეს ხალხი მე უკვე მე 14 წელია და უნდა დასრულდეს რა რაღაცნაირად უნდა გავიდეთ აი ამ მუდაბროდან ხო აი აღთქმული მიწისძიებაში რაღაც თაობები იკარგება და ის თაობები რომლებიც იბადებიან ქვეყნიდან გარბიან ეს უნდა დასრულდეს ხო არა ეს ვერ დამთავრდება და პასუხისმგებლობა იმას ეკუთვნის ვინც ამ სიტყვებს ამბობს ხო მე ჩემთვის ესეა ყოველ შემთხვევაში და არ ვიცი მე რას ვერ უშვებ იცი რომ პირდაპირ ვიტყვი რომ მე ვერ უშვებ რომ ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას მე უფრო მგონია რომ ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესების მიღმარი რატომღაც იმიტომ რომ აი ბიძინა ივანიშვილი უშვებდეს იმას რომ რაღაცა ნაციონალური მოძრაობის ის ლიდერები მაშინდელი თანამდებობის პირები რომლებიც აქციებს არბევდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ მაშინდელ მომიტინგებს დღეს რომ ისევ წინაურდებიან და რომელიმე სამინისტროს მინისტრის მოადგილებად ინიშნებიან ხო რაღაცა ძნელად წარმოვიდგინე არ მჯერა ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ მინდა რომ ეს თან ამდენი წელი ეს კაცი ვინც ამას აკეთებს იმის მიღმა ხო ჰქონდა და ხან უშუალოდ იყო მართველი ხან რაღაც სხვა სტატუსით იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესში ესეთი რაღაცები არ გვინახავს ნამდვილად აი ბოლო რამდენიმე თვეა გაგიჟდნენ ხო ეს ხალხი და აი სრულიად ლოგიკური არის შენი ეჭვიც და ნუ ეს და ისიც რომ პასუხისმგებლობა მაინც რაც არ უნდა იყოს მithumetes ჩვენაერი ადამიანები ვინც ახლა 2012-მდე და 2012-ში მართლა მისი გამოჩენით რა თქმა უნდა და მასურული ვარ გამოეჩინა ეს ხალხი ვერ შეიკრიბებდა მის ირგვლივ და უზარმაზარი მოსახლეობის გამარჯვება იყო ეს და ისევ რომ აი რომ დამთავრებისკენ და ვამთავრებ ჩვენ და ისევ მე მოსახლეობის სატკივარია ეს არ არის აქ პირადად შეიძლება კობახიძე ვიღაც პოლიტიკოსები ყოველთვის ერთმანეთთან ლაგდებიან და ყოველთვის სამწუხაროდ საქართველოში ამ დონის ბინძური არის პოლიტიკა რომ არ გაგიკვირდეს გახსოვთ ხო 2012 წელს გაგანია ის ნაცი რო იყო PSP-ს აფთიაქების ის ოქრიაშვილი უცებ დეპუტატი გახდა და მაშინ ისეთი რაღაც თემა იყო კითხვა მაშინაც ქონდა მაგრამ მეორე 4 წლის მერე ეგრევე მტერი გახდა ნუ აი როცა საქართველოში ესეა და როცა სამწუხაროდ ფული ბაბაია საკითხი წვიტავს და ზნეობრევს და იმას ხო პოლიტიკოსებში ვამბობ ამას ნუ რა თქმა უნდა მაგრამ მოსახლეობამ რა დააშავა დღეს რა დააშავა ვინც ახლა სადღაც შორს მთაში ბარში ან და თბილისში რაიონში სადაც ხედავ გუშინაც ერთი წვიმა წამოვიდა და ნუ მოკლედ არ ვიცი რა მთელი რაღაცა ბევრი რიგი პრობლემებია და ახლა არ ვიცი ის სარდგენილი კანდიდატები მოაგვარებენ ამ პრობლემას ბატონი ძაძამია თქვა თან რუსთაველზე რო აგინებდა მე იქნა გადმოსული საკრებულოში თუ საერთოდ პრობლემა მოგო თუ ეს გვიშორის რომ დღემდე ხელისუფლებამ აგინოს იმ ყოფილ ძალოვნები იქნებიან თუ ვინც მართლა კისერზე გადაიტანა და იქ მარტო ძალოვნები კი არ იყვნენ ის მარტო იმას შეურაცხყოფა კი არ არის ჩვენ ამდენი ჩვენ გაერთიანებული ვიყავით ჩვენ დიახ რა თქმა უნდა ამ თარობას სწორედ ამიტომ ვიყავით რომ ერთ აზრზე ვისაც გვესმის ვინც ერთნაირად ხედავ და ვაზროვნებთ რომ ბოროტება არის ის რაც არის შავი რაც ქვია ხო თავისი ყველაფრით სააკაშვილია თუ ნაციონალური მოძრაობაა და ნებისმიერ ადამიანს და სიკეთე სად არის ამას ხედავდი და სურვილი სად იყო რომ ამ ქვეყანა გაძლებული იყო და ეხლა გავიარეთ ეს ყველაფერი და მეც ნამდვილ შენი მტერი გამოვდივარ ძაძამია ჩემზე უკეთესია შენ ვერ ხედავ სხვა ნებისმიერ ღირსეულ კანდიდატს ამ დროს შენ ხაზარაძეს უშვებ და ჩემი აზრით ირაკლი კობახიძის ეს დამოკიდებულება შეიძლება იუმორში უნდა გადატანა კი ბატონო მაგრამ მაინც დაცინვა არასერიოზულია იცი ეს არ არის დასაცინის საქმე რა და მე რა მინდა თქვა მე ხშირად თავს ვიკავებ ბევრი ისეთ პირად რაღაცაზე საუბარზე მაგრამ მე მინდა ვთხოვ ბატონ ირაკლი კობახიძეს მის უშუალო ოჯახის წევრს თხოვოს და შედარება უთხრას ხაზარაძე რო ხა გამოვიდა ციხიდან ისე იმ განწყობით იმ ჯანმრთელობით იმ წონამატებით და მისი ოჯახის წევრი როგორც გამოვიდა ციხიდან არ მინდა დავასახელო სახელი და გვარი
ხო, აი იკითხოს რა. აი მაშინ რო ჩვენ მოგვესმინა, მაშინ არ მომისმენია სხვათა შორის დაცინვა ეგეთი, თუნდაც იმ ტარვალი და იმ გარეწარი პოლიტიკოსებისგან ვინც მაშინ იყო რა. ჩვენ არ დაუცინი ვართ მაგათ. და მით უმეტეს თავიანთი გუდის წევრების მოსაგებად არ დაუცინი ვართ, თორე 80 კილოდან ჩამოსული 40-50 კილოიანები გამოვიდნენ და გამოვიდით იქიდან ბევრი. მათ შორის ბატონი ირაკლის ოჯახის წევრი, ღირსეული კაცი. ამიტომ რაღაცები არა ეს არ არის რა ეს არ მოგვიტანს ეს არ გაგვიყვანს სადღაც საერთოდ არ მინდა არ მაინტერესებს რაღაც პაი კლუბებში შესვლა მე მაინტერესებს რომ როგორ მივიყვანოთ ჩვენი საქმე ბოლომდე რომ ბოროტებას დაერქვას ბოროტება დამასხდეს და მე ხვალ იმიშეში არ მქონდეს რომ ყაველაშვილი რომელსაც სიხარულით გამიხარდა რომ ეს კაცი ავირჩიეთ და მომხრეც ვიყავი და ყველაფერი ხვალზე გამოვიდეს და მითხას რომ მოიცა რა ხა მიშა აღარ არის ეგეთი კაცი მიშა არა ფორმალურად ხო გაკეთებს კაცო ფორმალურად მისი გადაწყვეტილება მაგრამ არ მინდა რომ ამ რეალობის სცენაში აღმოჩნდეთ რომ მოდი რა ხა მე რა რასიზავ ხა კარგი რა აი ეს არ მინდა მოხდეს დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა მეგობრებო, ვფიქრობ საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა და სხვათა შორის შეეტყო კიდეც სოციალურ ქსელში საზოგადოების აქტიურობას, რომ არის ეს თემა მართლაც აქტუალური. ჩვენ მაყურებლისთვის ყოველ შემთხვევაში სხვა შორის დაისვა შეკითხვები, რომ დაბრუნდება თუ არა თქვენს ეთერში ინტერაქტივიო და ამაზე აუცილებლად აი ამ ფორმატშიც ინტერნეტშიც შევძლებთ კი ბატონო ჩვენთვისაც არის ამის სხვა შორის დეფიციტი და როგორც ჩანს აი მაყურებლისთვისაც არის აუცილებლად და აი ამ გადაცემაში იქნება და დროც დაემატა მაყურებლისთვის ძალიან გვიხარია რომ ასეთი ინიციატივა თქვენგანაც მოდის და ჩვენს გვაქვს და აი ტექნიკურ საკითხებს რომ მოვაგვარებთ კიდევ უფრო მეტად ინტერაქტიულები გავხდებით და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გექნებათ რომ ჩაერთოთ უშუალოდ ჩვენი გადაცემის მსვლელობაში თქვენი მოსაზრებები კიდევ უფრო ეფექტურად გამოხატოთ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის, ჩვენს მეგობრებთან ერთად აგემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს 4 შაბათს შევხვდებით, საინტერესო სტუმართან ერთად გვექნება დღის მნიშვნელოვანი თემების მიმოხილვა. კარგად ზანდებოდეთ და მომავალ შეხვედრას. მადლობა და ნახვამდის.